ზოგიერთ არ მობრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ლოცვა და თანამედროვეობა. რა სიტყვით მომავალ ლოცვასა და დღევანდელი რეალობის შესახებ? როგორ ლოცულობს თანამედროვე ადამიანი? როცა ლოცვაზე ვსაუბრობთ და მით უმეტეს ასეთ კონტექსტში თანამედროვეობა, ყოველთვის უნდა გავიაზროთ ერთი რამ, რომ ლოცვის გარეშე ქრისტიანული ცხოვრება არ არსებობს. თანამედროვე, რას ნიშნავს თანამედროვეობა? ისინი, ვინ ჩვენ ვართ, ანუ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი გამოცდილება და რაც თავარია, ჩვენს მიერ გააზრებული ცხოვრების საზრისი მიზანი და ჩვენი დამოკიდებულება აქედან გამომდინარე ღმერთთან. ლოცვა თუ ჩვენ მას სწორედ მიუდგებით, ყველაფერი ამას გაასწორებს, ანუ ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთთან, თუ ვინ არის ჩვენს წარმოდგენაში ღმერთი და როგორია ღმერთი და ჩვენს სოფხედელობას. ასევე ლოცვა სწორედ ლოცვის შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ საკუთარ თავს და ჩვენს ადგილს თანამედროვე ყოფაში. თანამედროვეობასთან დაკავშირებით, როცა თანამედროვეობას ახსენებენ, ლოცვასთან დაკავშირებით ყოველთვის ესეთი განცდა აქვთ ხოლმე, რომ ლოცვა რაღაცას წარსულის გადმონაშთი რაღაც კონსერვატული ბუნების ადამიანს შეიძლება რაღაც აინტერესებდეს და ტრადიციების მიმდევარს და თანამედროვე ადამიანი ჩვენ ახლა დღეს სხვა დროა, მოკლედ როგორც იტყვიან, უნდა ითქვას, რომ ლოცვა ეხება ადამიანის ისეთ შრეებს, რომელიც არასოდეს არ იცვლება დაწყებული პირველი ადამიანიდან დაწყებული. ადამიანი იმ ძირითადში ერთდაიგივეა. ანუ რისთვის იბადება, ცხოვრების საზრისი რა აქვს, მისი მარადიული სული რისთვის უნდა ემზადებოდეს, როგორ იბადება, როგორ იზრდება, როგორ ყალიბდება, როგორ მოხუცდება და როგორ გარდაიცვლება. ამ ყველაფერს და ღმერთიც არ იცვლება თავისთავად ცხადი, ანუ არსში ადამიანი ერთდაიგივეა. ამიტომ როცა ვსაუბრობთ თანამედროვეობას და ლოცვის შეხამებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეხება არა იმას, თუ რითი დავდივარ, მანქანით თუ ცხენით, არამედ ჩემს შიგნით, ჩემს არსში რა არის, ადამიანურ ონტოლოგიურ ფესვებს ეხება ჩემსას და ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსთან და ღმერთთან. ამიტომ ლოცვა ვერასოდეს ვერ მოძველდება და იგი ყოველთვის თანამედროვე იქნება. მამო, დღესდღეობით ძალიან ხშირად იხმარება ფრაზები ნამდვილი ლოცვა, ხარისხიანი ლოცვა. აი, რამ გამოიწვია ეს? თქვათ, ჩვენი ლოცვა არ არის ნამდვილი, არ არის ხარისხიანი, ცუდად ლოცულობ თუ რაშია საქმე? ქრისტიანობა 2000 წელი არსებობს. ჩვენ რო გადავხედოთ ქრისტიანობის ისტორიას, საოცრებას ნახავთ. თუ როგორ რაფინირებული ხდებოდა ქრისტიანული მოძღვრება და გასაგები ადამიანისათვის, რომ ის რაც მოციქულებმა, ანუ მეთევზეებმა, ის რაც ფაქტად იხილეს და განიცადეს და ის რაც გადმოგცეს, შემდეგ როგორ იღწოდა ეკლესია, რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო და თუ ჩვენ არ ვიცით ქრისტიანული სწავლება, რომელიც კიდევ ვიმეორებ 2000 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, ანუ თუ ჩვენ არ გვაქვს სწორი დამოკიდებულება ღმერთთან, თუ ჩვენ არ ვიცით ღმერთი როგორია და ვინ არის, მაშინ ჩვენი ლოცვა სწორი არ იქნება. ჩვენ ხო ვიცით, არსებობდა ძველი აღთქმის ჯული. შემდგომში ქრისტიანობიდან მე-6 საუკუნის მერე არსებობდა ისლამი. ისლამსაც და იუდაიზმსაც, დღესაც თანამედროვე იუდაიზმსაც, თითქოს და ცოცხალი ღმერთი სწამთ, თუმცა არის რაღაც მთელი რიგი განსხვავებები ჩვენსა და მათ ჩვენ რწმენასა და მათ რწმენას შორის პიროვნულ ღმერთთან დაკავშირებით. ახლა ასეთ სიღრმეებს არ შევეხები, მაგრამ ერთი რამეა, რომ ერთგანაც და მეორეგანაც ღმერთი როგორც ტრანსცენდენტული, ანუ სამყაროს მიღმიერი არსება, ბოლომდე ვერ გააზრებული, როგორც პიროვნული არსება, ამას დღეს ხაზს უსვავ განსაკუთრებულ დღევანდელ იუდაიზმში და ისლამში, მათი რელიგიური ცხოვრება როგორია? მათი რელიგიური ცხოვრება დატვირთულია სჯულით, კანონით, გარეგანი კანონით. აი, შემთხვევითი არ არის პავლე მოციქული ყოველთვის ხაზს უსვავს, რომ ქრისტემ გაგვანთავისუფლა ჩვენ გარეგანის სჯულისაგან. ახლა ლაპარაკია ძველი აღთქმის სჯულზე, მაგრამ თუ მე თანამედროვე ცხოვრებაში სჯულს წინ დავაყენებ ვიდრე ცოცხალ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას, მე ისევ სჯულის მონობის ქვეშ აღმოვჩნდები, რისგანაც ქრისტემ გაგვანთავისუფლა და პავლე მოციქული ყოველთვის ებრძვის, რომ ქრისტიანები არ დაემონონ სჯულს და ახალი სჯული არ შექმნან ისეთი, რომელიც მათსა და ცოცხალ ღმერთს შორის ჩადგება. ანუ თუ მე არასწორი დამოკიდებულება მაქვს ღმერთთან, თუ ჩემთვის ღმერთი რაღაც ტრანსცენდენტული სამყაროს მიღმიერი არსებაა, ან რაღაც ძალაა, და მაშინ თუ უპირველეს ყოვლისა ესია, მაშინ ჩემთვის რელიგიური ცხოვრება აუცილებლად დაიყვანება რაღაც წესების შესრულებამდე, რომელიც შესრულებაც სწორი შესრულებად არა, ისე რომ იოტის ოდენათაც არ უნდა გადაუხიო, აუცილებელი პირობა ხდება, რომ რაღაცნაირად იმ ბუნებრივ არსებას რაღაცნაირად მე მოვერგო და რაღაცნაირად მისკენ ვისწრაფო.
ამიტომაც თუ ღმერთის მიმართ ღმერთისადმი არასწორი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი ლოცვა ხდება არა იმდენად ცოცხალი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის წყარო და შესაძლებლობა, არამედ კანონის შესრულება, წესების აღსრულება და ესეთი ლოცვა არის მკვდარი. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მექანიკურ ლოცვაზე საუბრობთ. მივდივართ უკვე უხარისხო ლოცვამდე. ანუ არ არის ლოცვა ხარისხიანი, იმიტომ რომ ჩემთვის ის რაღაც წესის. აი სიტყვა კანონი ხო გაგვიგია, ერთის მხრივ კანონი თითქოს კარგი რამეა, ჩვენ დისციპლინას გვაჩვენს, მაგრამ მეორეს მხრივ კანონი, როცა მე ღმერთთან კი არ მივდივარ კანონის შესასრულებლად ვდგები, ან კანონის შესასრულებლად მივდივარ, ჩემთვის იქ შეიძლება მოკვდეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ეს უკვე უხარისხო ლოცვაში გადადის. ზოგჯერ აი მოცემული გვაქვს თქვათ მოწყვრისგან რამდენიმე კანონის წაკითხვა ან დაუჯდომლის დღის განმავლობაში და არიან ადამიანები, ვინც დღის განმავლობაში თქვათ კითხულობენ 5-6 კანონს დაუჯდომელს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მექანიკურად. აზრი აქვს თუ არა ასეთ ლოცვას მამაო და რამდენად აუცილებელია რომ მუდმივად ვცდილობდეთ ხარისხიანი ლოცვის სწავლას. საერთოდ ესეა, როცა ადამიანი იწყებს სულიერ ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებაში აუცილებლად არის ერთი რამ გასათვალისწინებელი. ადამიანი ბუნებით ზარმაცია და მან არის და ის შეიძლება არ არის შენახვედრი ასევე ცოცხალ ღმერთთან, მაგრამ მას აქვს რელიგიური მისწრაფებები, ცხოვრების მიზანი გააზრებული, ცხოვრების საზრისი გააზრებული, რა, რომ მარადიული სიცოცხლის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ის რელიგიურ ცხოვრებას იწყებს, ცნობიერად მიხვდება, რომ ქრისტიანობა არის ჭეშმარიტება, ეხლა ეს ისეთი თემა, ეხლა ამას რატომ არის ჭეშმარიტება და რას ნიშნავს ქრისტიანობა, ეხლა არ ვეხებით, მაგრამ მიხვდება რა და მიახვედრებს ღმერთი, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მარტო მიხვდება არ არის, მარტო ხვედრებს არ არის. ღმერთიც მიახვედრებს და ადამიანიც მიხვდება ეს სინერგიაა ესე, ხო? როდესაც ადამიანი იწყებს სულიერ ცხოვრებას, მას სჭირდება დისციპლინა იმისათვის, რომ საკუთარი ბუნება როგორმე დაემორჩილოს. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას, როცა სწავლობს ადამიანი, დისციპლინირებული როცა ხდება სულიერ ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანონს. იმიტომ რომ კანონის დროს იგი ეჩვევა, რომ თავისი სხეული დააყენოს ერთ ადგილას, მიიყვანოს ტაძარში, დააყენოს ხატების კუთხესთან, დაიწყოს ხელის, ფეხების, მხრების, თვალების და რა თქმა უნდა გონების ანუ რაღაც მომენტში ხდება თავის იძულებაც, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ როცა აი ამ მდგომარეობას არ ცილდება ადამიანი წლების განმავლობაში, ხო კიდევ ერთი გამომჩა, პასუხისგებლობის განცდა. ანუ პასუხისგებლობის განცდით დგება, ძალიან ვალდებულება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში იყინება, გადის 3, 4, 5, 10, 15, 20 წელი და კვლავ ამ მდგომარეობაში რჩება, აქ უკვე ძალიან მძიმე სურათს ვიღებთ, იმიტომ რომ ადამიანი ხო ბუნებით შემოქმედია. არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ლოცვა ეს არის დაუსრულებელი შემოქმედება, დაუსრულებელი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ხისტად რაღაც კანონს ასრულებს, ბუნებით კი შემოქმედია. თან თუ ეს ადამიანი კონკრეტულად, რომელიმე კონკრეტულად ეს ადამიანი ნიჭიერია. წარმოიდგინეთ რა დაემართება ეს ადამიანს, ერთ და იგივეს და თუ მასში ლოცვის დროს არ გაჩნდა შემოქმედებითი პროცესი. რატომ შემოქმედებითი ადამიანი იტყვის? იმიტომ რომ ცოცხალ არსებასთან გაქვს ურთიერთობა. ცოცხალი არსებაა, ღმერთი ცოცხალია, ღმერთი პიროვნულია და ადამიანთან, ურთიერთობა მეგობართან, მეუღლეების ურთიერთობა, განა შემოქმედება არ არის. შვილებთან შვილსოსდი განა შემოქმედება, როგორ შეიძლება ხისტად მიუდგე ცოცხალ არსებას, ხო, რაღაც წესებით, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ასე უნდა თქვა, ასე არ უნდა თქვა, ხო, ეს ხო შეუძლებელია. და ღმერთთან მით უმეტეს, რომელიც ყოველი პიროვნების საწყისია, ხო? ამიტომ თუ ეს არ გაცოცხლდა, ხო, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. აქედან ორი გამოსავალი, ორი გზა, ანუ მექანიკურად აღსრულებული ლოცვის წესები, ხო, ეს ყველაფერი და სადაც შემოქმედებითობა მკვდარია, აქედან ორი ცუდი გამოსავალი არსებობს. ერთი, ადამიანს შემოქმედსა ბუნები ბეზდება გარეგანი ქრისტიანული ცხოვრება და იგი ხდება გულგრილი ქრისტიანი, იშვიათად ლოცულობს, იშვიათად მიდის ტაძარში, იშვიათად ეზიარება, მაგრამ არსებობს მეორე უფრო დიდი საშიშროება. ადამიანი მოიხიბლოს თავისი გარეგანი წესების ზედმიწევნითი შესრულებით. ხიბლის მდგომარეობა. ანუ ხიბლი ხო ტყუილია, ანუ საკუთარ თავს ატყილებს, რომ ეს არისო ქრისტიანობა და ვღებულობთ კლასიკურ ფარისევლს, რომელიც ყველაფერს იდეალურად ასრულებს, მაგრამ შიგნით მას არ აქვს განცდა ცოცხალი ღმერთისა, მას არ შეუძლია განიცადოს ცოცხალი ღმერთი და აქედან გამომდინარე, რადგან არ შეუძლია მას ქრისტეს განცდა, მას არ შეუძლია სხვა ადამიანის
განცდა როგორც ქრისტეს ხატისა. ამიტომ ფარისეველი ყოველთვის არის სასტიკი სხვა ადამიანის მიმართ, რაც გამოვლინდა 2000 წლის წინ ყველაზე საშინელი ფორმებით, როდესაც ფარისევლებმა ქრისტე მოკლეს. ანუ მამა ლოცვა არ არის კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტული მოქმედების შესრულება, არამედ ეს არის მდგომარეობა ჩვენი სულის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ან მუდამ შეიძლება გაგვაჩნდეს. პირველეს ყოვლისა, ლოცვა არის ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ ურთიერთობა პიროვნული ფორმაზე არ დაიყვანება. ფორმას მნიშვნელობა როგორ არა აქვს. ეხლა მაგალითად, დადაკი ხატებთან ფეხი ფეხზე გადაიდე და დოინჯი შემოიყარე და რაღაც ესეთი ანუ ხორცი და სული ხო ურთიერთკავშირშია და როგორ მდგომარეობაში ხორცი გაქვს, სული შესაბამის მდგომარეობაშია, ხო? ფორმას მნიშვნელობა რა თქმა უნდა აქვს. დისციპლინასაც რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. დაუძლურებულ ცოდვისაგან, დაუძლურებულ გულისხმობ და ვნებებისაგან დამძიმებულ სულსა და სხეულს, რა თქმა უნდა უჭირს ღმერთთან ყოფნა და იძულების ფორმები რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ შეცდომა იქნება, რომ ლოცვა, ანუ ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, ერთობა, დიალოგი ღმერთთან ფორმაზე დაიყვანებოდეს. და რადგან იგი ფორმაზე არ დაიყვანება, რადგან პავლე მოციქულის გვამცნობს, რომ მოუკლებლები ლოცვიდეთო, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ არ გულით პავლე მოციქული არ გულისხმობს მუდმივად ერთ ადგილას დგომას, ხატებთან ან ტაძარში, ხო? არამედ პავლე მოციქული რა თქმა უნდა გულისხმობს მდგომარეობას. მდგომარეობა, ლოცვითი მდგომარეობა. ეხლა უყურეთ, ადამიანი შეიძლება ხატებთან იდგეს, ადამიანი შეიძლება ტაძარში იდგეს, გარეგნულად ის შეიძლება ლოცულობდეს, მაგრამ ლოცვითი მდგომარეობა არ ქონდეს. ადამიანი შეიძლება ტრანსპორტში იჯდეს და თავის შიგნით იყოს ჩაღმავებული, გარეგნულად ვერაფერს ვერც კი წარმოიდგენს, შეიძლება ნახევრად ძინარე გეგონოს, მაგრამ იგი ძალიან გულმხურვალედ ლოცულობდეს. ანუ ლოცვა არის უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა. თუმცა ამ მდგომარეობამდე რომ მივიდეთ, ჩვენ ღვაწლი გვჭირდება და გარეგნული ფორმაც ერთ-ერთი ღვაწლია. აი ამის თქმა მინდა. ანუ თუმცა არ უნდა კონცენტრაცია არ უნდა მოვახდინოთ, თქვა მხოლოდ გარეგნულ ფორმაზე და ამაზე არ უნდა ჩავწიკოთ. ხო, ანუ არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული გარეგნულ ფორმაზე. იგი არის დამხმარე საშუალება, აუცილებელი, მაგრამ დამხმარე საშუალება, მაგრამ მთავარი არის დიალოგი. უკეთ დასაწყისში მონოლოგი მაინც, რომ ის მაინც გესმოდეს, შერასეუნები ღმერთს და შემდეგ უკვე დიალოგი, რომ ესე იგი დიალოგი უკვე წყალობა. შენ თუ გაქვს მონოლოგი, ანუ შენ თუ ცდილობ გაიაზრო რასეუბნები ღმერთს, შენ თუ სწავლობ საკუთარ თავში ჩაღმავებას და ასე შემდეგ და შენ თუ ისწრაფი, შენ სიტყვებს, ლოცვის სიტყვებს თუ აქვს მიმართულება ცოცხალი ღმერთისაკენ, მაშინ ეს შეიძლება გადაიზარდოს უკვე დიალოგში, ანუ ღმერთი შეეხოს შენ გულს, ეშენეს იგზნო და უკვე ჩვენ მოვიპოვოთ ურთიერთობა, ყოველი ლოცვისას მოვიპოვოთ ურთიერთობა ღმერთთან. მამა, ხდება ხოლმე ისე, რომ რასაც ვითხოვთ უფლისგან, არ გვისრულდება. აი, რას უნდა ვითხოვდეთ? სწორი თხოვნა რაში მდგომარეობს? რა უნდა ვთხოვოთ უფალს და რაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი? არსებობს კლასიკური ლიტერატურაში კლასიკური ჩამონათვალი თუ რას ნიშნავს, რას უნდა ვითხოვდეთ? ეს არის ლოცვა სავედრებელი, როდესაც რაღაცას თხოვ. მათ შორის მატერიალურსაც შეიძლება, პური არსობაში შეიძლება ესეც ვიგულისხმოთ, თუმცა იქ იგულისხმება უმაღლეს შემთხვევაში იგულისხმება თავად ღმერთთან ერთობა და ზიარება. ასევე შეიძლება ვითხოვდეთ სულიერს, შეიძლება ვითხოვდეთ სულიერს ჩვენთვის, შეიძლება ვითხოვდეთ მოყვასისთვის, მატერიალურ ჯანმრთელობას თუ სულიერს. ასევე არსებობს ლოცვა სამადლობელი, როცა შენ მადლობას შესწირავ ღმერთს იმ სიკეთისათვის, რაც გააქვს და უპირველეს სიკეთე ისა, რომ შენ ხარ ცოცხალი არსება და ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა გეძლევა და სხვა მრავალი სიკეთისთვის, რაც შეიძლება ღმერთმა მოგცეს და მესამე სადიდებელი. როდესაც არც ევედრები არაფერს, არც მადლობისთვის თითქოს დაქცალია უკვე, არამედ უბრალოდ გიხარია, რომ ღმერთი არის და აი ამ სიხარულს გამოხატავ დიდებით, დიდება შენ და ღმერთო, დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და აი ახლა უყურეთ, გაიხსენეთ, როგორ ვამბობთ ხოლმე ჩვენ ამ სადიდებელს, ან სახში, ან ტაძარში, ან მე დავითრე როგორ ამოიკითხავს და ხანდახან ჩვენ ვწოდავთ ხოლმე სასულიერო პირები, როგორ მივაყრით ხოლმე ამ სადიდებელ სიტყვებს, არადა ყოველ ამ სიტყვას გული უნდა ამოყვებოდეს, როცა შენ ყოველად წმინდა სამებას ადიდებ. აი ეს არის. რაც შეეხება სავედრებელთან დაკავშირებით, აქ ორი უკიდურესობა, ერთი როდესაც ადამიანი მხოლოდ მიწიერს, ან მხოლოდ სული, რაღაცას ითხოვს, ეს მინდა, სულ რაღაცა უნდა საკუთარი თავისთვის თუ ახლობლებისათვის, ეს ერთი უკიდურესობა, როცა თავად ღმერთი არ უნდა, მაგრამ აი შვილების ჯანმრთელობა მინდა, მაგრამ თავად ღმერთს ლოცულობ, კი დედის ლოცვას ვკითხულობ და ადამიანი ამ დროს ღმერთთან ურთიერთობას არც კი იცის ეს რა არის, ვეუბნები ეს არ შეიძლება, ეს ანგარებაა უკვე, შენ ღმერთი უნდა გინდოდეს ღმერთთან ურთიერთობა.
ეს ერთი უკიდურესობა, როცა მხოლოდ რაღაცას ითხოვს და თავად ღმერთი არ გინა, და არის მეორე უკიდურესობა. ახლა მე ღმერთს რამე როგორ უნდა ვთხოვ? ანუ მე ესეთი სულიერი ვარ, რომ მე როგორ შეიძლება? ეს მეორე უკიდურესობა. მამაშვილური ურთიერთობა უნდა იყოს. რას ნიშნავს მამაშვილური ურთიერთობა? ასე იგი, მე მიყვარს მამა უანგაროდ. აი მოხუცია მამა არაფერს თავი აღარ აქვს, მარტო სავარძელზე ზის და თავისთვის არის და ვიღაცამ რომ ითხრას მამა რა შეგჭირდება, შეიძლება გაუბრაზდე, რას ქვია, მჭირდება, სიტყვა მჭირდება მიუღებელია, მიყვარს და მორჩა, ხო? ესე იგი ერთი მხრივ მამაშვილური უანგარობა და მეორე, რადგან უანგარობა, მამას მე შემიძლია ყველაფერი ვთხოვ და მამა მისრულებს თუ რა თქმა უნდა ჩემი სათხოვარი, ჩემი სულისათვის საზიანო არის. აი ეს არის. დამოკიდებულება ესე ცოცხალი უნდა როცა ვაშევ ამბობთ ცოცხალი ღმერთი ეს ნიშნავს რომ ცოცხალია ღმერთი და ცოცხალი ვარ მე და ურთიერთობა ცოცხალი მამაშვილური უნდა იყოს უანგარო მაგრამ გულწრფელი მინდა და მჭირდება და რა ვქნა მაგრამ ამავე დროს ეს არ არის მთავარი ნახეთ თუ მამაშვილური ურთიერთობაა და ესე იგი უანგაროა ჩემთვის უპირატესი ლოცვის დროს უპირატესი არა ის რომ ჩემი თხოვნა შემისრულდეს არამედ ის რომ უკვე საკმარისი ის პირობა რომ მე მასთან ურთიერთობა მაქვს იმიტომ რომ პირველ რიგში მე ღმერთი მინდა აი მე უკვე მე შემიძლია მიწიერი რაღაც პრობლემებიც მოგვარებას ვთხოვ მაგრამ თუ მე პირველ რიგში ღმერთი მინდა ეს მოგვარდება თუ არ მოგვარდება ჩემი ურთიერთობა ზეციურ მამასთან არ შეიძლება და თუ ვითხოვთ იმას რაც არ არის ჩვენი სულისთვის საზიანო ისიც აუცილებლად შეგვისრულდება თუ გულით ვითხოვთ არა მამაო რა თქმა უნდა აუცილებლად აი მე მინდა ყველას თუ უთხრა ვინ ჩვენ სიტყვას ისმენს რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი მამაა ღმერთი და თუ ცრემლიანი გული რაღაცა პრობლემის მოგვარებას ითხოვ რომელიც კიდევ ვიმეორებ რომელიც მოგვარება საფრთხო განგებულებას შენ ცხონებასთან დაკავშირებით ან სხვა ცხონებასთან დაკავშირებით ეს პრობლემა ამის მოგვარება პრობლემას არ შექმნის მაშინ თქვენ ვერ წარმოიდგენთ ღმერთი როგორ სასწაულებს სახდენს რა საოცრება რა თბილი და ტკბილია მასთან ურთიერთობა მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ მასთან უანგარო ურთიერთობა გაქვს თუ შენ გსურს რომ იგი უანგაროდ გიყვარდეს დიახ მამო ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმის შესახებ რომ გარეგნულად წესების ასრულება არ არის მთავარი, სულიერი მდგომარეობაა მთავარი. თუმცა მაინც გვიჭირს, მაინც მექანიკურია ჩვენი ლოცვა, მაინც ვერ ვსწავლობთ. აი როგორ შეიძლება რომ ამას მივაღწიოთ? ისწავლება თუ არა სწორი ლოცვა და მეცადინეობა არის ამისთვის საჭირო თუ აი როგორ უნდა მოვიქცეთ? ჯერ ერთი წეგან მოგიხარით არქიმანდრიტ სოფრონის სახაროვის საოცარი სიტყვები რომ ლოცვა ეს არის დაუსრულებელი შემოქმედება. შემოქმედება ნიშნავს იმას რომ მე მუდამ მუშაობ, ვაკეთებ, აქედან ვწდი, იქიდან ვწდი, სხვადასხვანაირად ვწდი, ან ისე გამოვა, ან არ გამოვა, მაგრამ გამოცდილებას ვიძენ. ანუ მუდმივი შრომაა საჭირო. ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ეს ერთი, მეორე ვარჯიში, აი პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას, ვარჯიში, მეცადინეობა ლოცვაში, იმიტომ რომ აი მაგალითად ვულგარული შედარება, მანქანა სტარება თეორიულად ხომ არ შეიძლება ისწავლო, იცი რა გასაღები ესე გამორიცხულია, სანამ არ დაждები, სანამ ესე იგი შენ თვითონ არ იწოლებ, არაფერი არ გამოვა, ყველა საქმეში ესეა. ცოლქმრობა, რაც არ უნდა ტრაქტატები წაიკითხო და წერო, ცოლქმრობას ვერ ისწავლი. ანუ ორ ადამიანის პიროვნულ ურთიერთობას, რომელსაც წლები ჭირდება რომ გაიცნო, ხო ეს რა არის, რა ფენომენია, ვერ ისწავლი თუ ასევე ბავშვის აღზრდა, ხო, ანუ გამოცდილების გარეშე ეს შეუძლებელია. ასევე ლოცვა გამოცდილება საჭირო პირადი, უნდა იკითხო, უნდა სხვას კითხო, უნდა იფიქრო, მაგრამ ამავე დროს თუ შენ ეს პრაქტიკა არ აქვს, არაფერი გამოვა. ეს ერთი. ეს მეორე, ანუ ესე იგი მეცადინეობა მუდმივი. ასევე უნდა გვახსოვდეს ერთი რამ რომ არის პრაქტიკული რჩევები და რჩევები მაგალითად ძალიან მოკლედ რო ცოტა გვაქვს უნდა ვეცადოთ რომ ყოველი სიტყვა ლოცვაში იქნას გააზრებული ეხლა მე არ ვლაპარაკობ დღეს მოსულ ადამიანს ადამიანი დადის თვეები უკვე ტაძარში ხო უნდა აიღოს და ჩაიხედოს რა წერია ანუ უნდა ის ვისწავლოთ ყოველი სიტყვის გააზრება რას ნიშნავს რას ვეუბნები მე ღმერთს ამითი ისი თქმა მინდა რამდენად ჩემთვის ეს საჭიროა ამის თქმა და თუ საჭირო არ არის ეს რატომ არ არის და ამ შემდეგ მეორე შესაძლებლობა უნდა უფალი მე ბაძლევს ამის შესაძლებლობას განვიცადო ესე იგი რას გავიაზრო რას ვეუბნები მე გული აყვეს ამას განცდა უნდა იყოს არ უნდა ვიჩქარო ამისათვის აი იციან ხოლმე რომ თქვა მაგ დრო 20 წუთი ან ნახევარი საათი ნახევარ საათში ესე იგი უნდა ჩაატიო დილას საღამოს ლოცვები ორი კანონი ერთი დაუჯდომელი ცოტა უტრირებას ვაკეთებ მაგრამ ნუ სახარებას ამოციქულო და მიერეკება ადამიანი მთელი სისწრაფით იგივე პრობლემა ხშირად არის ხოლმე ტაძრებში მონასტრებში რომ უნდათ რომ ყველაფერი შეასრულონ და დიდი სისწრაფით კითხულობენ არ შეიძლება ამის გაკეთება მე ეს რჩევას მივცემდი ყველას თუ რა თქმა უნდა მაგრამ ეს მარტო ჩემი რჩევა არ არის დიდება უფალს იგივე თვაროსების წინა თეოფანი დაყუდებული მსგავს რამეს ამბობს მაგ დრო ნახევარი საათი 20 წუთი მაქვს 15 წუთი მაქვს მეტი არა მაქვს
არ ვდგები რომ იქ რაღაცა ჩავატიო, დავდგები, გავირინდები, შევხედავ, ჩავიხედები, გავიაზრებ, ერთ სიტყვას ვიტყვი, მე მეორეს, მე მესამეს, მე შეიძლება 15 წუთში მამაო ჩვენამდე ძლივს მივიდე და მეტი ვერაფერი მოვასწრო, იმიტომ რომ ყოველი სიტყვის გააზრებას, განცდას, დაფიქრებას, ჩაღმავებას ვცდილობ და მერწმუნედ ჯობია 5 სიტყვა გონებით და გულით და გააზრებით ითქვას, ვიდრე მთელი ესე იგი კანონები ჩავტიო და ვერაფერი დამჩეს. ეს სიტყვები ჩემი არ არის პავლე მოციქულს ეკუთვნის. 5 სიტყვა გააზრებული. ამიტომ და ნახეთ რა მოხდება, როცა მიხვალთ ხატებთან და დრო გვაქვს 20 წუთი. აღარ შფოთი აღარ შემოვა. აი მე ვერ მოვასწრებ. აი მე რა მეშველება. არა, მიხვალ დადგები მშვიდად შენ ღმერთთან მიდიხარ ცოცხალ არსებასთან და არა კანონის შესასრულებლად მიდიხარ ცოცხალ არსებასთან და მას უნდა ვესაუბრო. შეიძლება 3 სიტყვა მოვასწრო მეტი ვერა, მაგრამ განცდით, ჩაფიქრებით, ჩაღმავებით ისე შეგიყვარდებათ დილას და საღამოს ხატებთან მისვლა თქვენ ვერ წარმოედგენთ, იმიტომ რომ აღარ ასრულებთ კანონს, ცოცხალ ღმერთთან მიდიხართ. მაგრამ იმისათვის რომ ეშმაკმა არ მოგატყვილო და დისციპლინა არ დასცეს თქვენი ჩემ კანონს ნახევარსაათს უნდებოდი, ზიარების წინალოცვები 1 საათი, საათნახევარი უნდებოდი, ისევ საათნახევარი ვიდგები იქ. ოღონ. ან 20 წუთი დილას, ოღონ არ ჩავტევში გარაფერს, არამედ მშვიდად, წყნარად ჩემს უფალს ვეტიტინები როგორც ბავშვი და თუნდაც მე ნახევარი მოვასწრო, მაინც გამარჯვებული ვიქნები, იმიტომ რომ უკვე ვილოცე და პლუს იესოს ლოცვა. სხვადასხვანაირი ფორმით, მე სხვადასხვა ფორმა აქვს იესოს ლოცვას, რომელმაც შეიძლება ყველაფერი ჩაანაცვლოს, თქვა ზიარების კანონიც კი, ოღონ კიდევ ვიმეორებ, დრო, განცდა, ჩაღმავება და გულის გააზრებით და გულის გათბობით უფალთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა მამაო საინტერესო საუბრისთვის დაგვლოცეთ და თუ შეიძლება შვიდგზის ლოცვის მნიშვნელობის შესახებაც 2-3 სიტყვა რომ გითხრათ დასასრულს, ვინაიდან სწორედ 9 საათიანი ლოცვა ახლოვდება ჩვენს ეთერში. იმდენ ვილაპარაკე უკვე აღარც კი ვიცი, აი ესე 2 სიტყვაში რა გითხრათ, მაგრამ რაც შეეხება შვიდგზის ლოცვას, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კურთხევა ერთი უძველესი ტრადიცია ქრისტიანობისა ეს 2 და ასევე ერთობა ლოცვაში ეს 3 და ოღონ ხარისხი მექანიკური ნუ იქნება და პასუხისგებლობა და დისციპლინა კარგია, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში. და როცა ადამიანი აი ესე ლოცულობს, მათ შორის შვიდგზის ლოცვას, და შვიდგზის ლოცვის კიდევ ერთი დანიშნულება, რაც ჩამოვთვალე იმის გარდა, გარკვეულ საათებში ხოლოცულობ, ანუ ხშირად ახსენებს საკუთარ თავს ღმერთს და მე ეს უკვე გადადის ჩვევაში და მე მხოლოდ 7 ჯერ კი არა, არამედ სულ მუდამ უნდა გახსოვდეს ღმერთი, გახსოვთ ადრეც გითხარით, ჩვენი დევის როგორ უნდა იყოს. არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე. ეს რას ნიშნავს? მუდამ ღმერთთან ყოფობის განცდა უნდა გქონდეს ჩვენს გულს. ჩვენი გონება საქმეს აკეთებდეს, ჩვენი გული ღმერთთან იყოს და ამის შედეგი იმ წამსვე, როცა კი სწორ ლოცვას დაიწყებთ, იმ წამსვე ნახავთ შედეგს. როცა ეზიარებით, ზიარების შემთხვევაში თქვენს გულს ყოველთვის ექნება განცდა ცოცხალი ღმერთისა, ოღონ ერთი რამ კიდე. ამ ყველაფერსაც თქვით, არანაირი ფასი არ ექნება, თუ არ გვექნება სიმდაბლე, მორჩილება და მადლიერება. შეგვეციოს ლოცვის ძალა, დიდი მადლობა მამაო, დაგვროცეთ.